just like an angel. Your skin makes me cry. You float like a feather in a beautiful world. And wish I was special. You're so very special. And I'm a creep. I'm a widow. What the hell am I doing here? I don't belong here. I don't care if it hurts. I wanna have control. I want a perfect body. I want a perfect soul. I want you to notice when I'm not around. You're so very special. I wish I was special, but I'm a creep. I'm a widow. What the hell am I doing here when I don't belong here? Whoa, whoa, she's running out again. She's running out. She run, 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 run. Whatever makes you happy, whatever you want. You're so very special. I wish I was special, but I'm a creep. I'm a widow. What the hell am I doing here? I don't belong here. I don't belong here. ესე იგი 20 კვერცხიანი ტორტი, ერთი ტროპიკული ხილის ტორტი, 3 შოკოლადის ჟოზე. შევძე რა საკეთებ?
არაფერს ას უნდა აკეთებდეს უსაქმური და უქნარა კაცი. ბლოკნოტს აფუჭებ? არ არის ეგ შენი საქმე, არ არის. ეს იცი რა ბლოკნოტია? არ იცი და ვერც ვერასოდეს გაიგებ. ეს არის უბლოკნოტესი. ეს არის ზებლოკნოტი. ზრი ბლოკნოტების მეფე. აბა? ესე თვალის ჩინებით ვფრთხილდები ამას მე. აბა? ხო, თან ეგ ყავის ლაქა მოყვა ხო მაგ მეფებრობას. ამას უყურე ერთი. ხო და თუ გინდა რომ არ მეყო რომ ეზოში ჩამიშვი. ვერ ჩაგიშვებ დედაში მომითხრა არ ჩაუშვა. გაშაბიძია, დედას უჯერებ? დედას ჭკუაზე დადიხარ? მასე მეც მითხრა ბუნება ისწავლე, მაგრამ კი არ ვისწავლე. ჩამიშვათ ხო? არა ნიკა ვერ ჩაგიშვებ. აი აქ ითამაში. აქ რა ვითამაშო? წიგნი აიღე, წინადადებები წაიკითხე და აბა თუ დაიმახსოვრებ. კარგი რა ლაშაბიძია, თვალებში მაინც რომ მიყურებ რომ ატყუე. ნახე რა კარგია მინდია ჩავალ რა გთხო. ხო, ამინდი მართლაც კარგია. მაშინ გადი აივანზე და იქ თამაში. აი აივანზე რომ გურუნდა. აკოპას! ლუკა, დამინახე! ზევით ვარ, ზევით! არ მაძლევენ პასტა ჩავალ რა. ნიკა, ნუ ვწდიო, ფეხა თავი შემაცოდო, არა მეთქი გითხარე. ხო. არა მეთქი. ნიკა. ნიკა მეთქი, ნუ ვწდიო, თავი შემაცოდო. ნიკა. რა დროს არი იყო, რა თითქმის ეზოში ვიყავი. წავედი რა ვისწავლე. მოგძალით ნუ ვიცოლა. ლაშა, უნდა დამეხმარო. რო გითხრათ არა მეთქი აზრი არა აღდა. დიდი სიამოვნებით. ვაი მე პატა არ გავახვიცო, ვაი. პატა, გვიძავს უკვე. ნავზე მე ძინარო. რა გჭირს პატა? დეპრესია. რა? სუდად ვარ გიორგი, სუდ ხასიათზე ვარ. მე გეთქვა ეგრევე თავიდან რა ანდაზებით მელაპარაკეთ. გიორგი, სუდ ხასიათზე ვარ, გეხოცები, ძალიან სუდად ვარ, ძალიან თხოვრა. აი ყველაფერზე იმაზე მეფიქრება, სულ დღე და ღამე იმაზე მეფიქრება, აღარ შემიძლია. არა უშავს პატა. პირველზე მეც ეგრე ვიყავი და მეორეზე გაგიადვილდება. რა გამიადვილდება გიორგი, რა გამიადვილდება გეუბნები რა, აი ყველასაც არ უნდა შევხედო, სულ იმაზე ვფიქრობ. აი ფარდა შევხედავ, მისი თმები მახსენდება. აგერ ჭახს შევხედავ და მახსენდება როგორ ბრწყინავდა მისი თვალები. ჭიქა? ჭიქაზეც მისი ტუჩები ყავას როსავდა. სკამი? სკამზეც ის მახსენდება. მე? აი მე რა შენ გიორგი, შენ საერთოდ არ გიყურებ რა შენ კაცო, ცუდად ვერ მეთქი გამანებე თავი რა. კარგი რა პატა, როდემდე უნდა იჯდე ესე? ფარდა გავწიოთ, მზეს შემოვა. აღარ შემოვა გიო. არა, მზე გათხოვდა მზე. რატო არ კარგი რა პატა რა, ნახე რა მინდია, შეხედე რა მინდია. რაღა მაინც და მაინც დღეს გაწვიმდა. რა კი ვიცი პატა, იტირე პატა და გულზე მოგეშვება. კარგი რა, სად არის ცრემლი დამიშრა უკვე, ცრემლი აღარ მაქვს ცრემლი, რატო არ გესმის? სუდად ვარ, სუდად გიო. ისი როგორ მტკივა ეს გული, როგორ მტკივა შენ რა იცი. ძალიან სუდად ვარ. ეს კი ბურჯხალებიც ესე დადიან შიგნიდან, დადიან, ჩადიან ესეთ, მაგრამ აღარ იცინიან. არა, აღარ იციან 1-2, აქა-იქ თუ გაიცინებს ხომ ამ სისისეს დანარჩენები მოვლენ ხოლმე და ამ თავის კაპუნებს ესე თავში წამოარტყავენ ხოლმე. თავში რა, სადაც.
კარგი, დავждები. ლაშა, გადავწყვიტე ნამცხრები გამოვაცხო და შენ უნდა დამეხმარო. მე უნდა გამოვაცხო? არა, ლაშა, რა იცი შენ ნამცხრებს გამოცხო. მინდა იცი, შენ მინდა ცუდი ჭორები გაავრცელო ჟოზეზე, რომ საშინელი ნამცხვარია, ძალიან ცუდი და ჩემი ნამცხვარი არა ჩვეულებრივი, რომ ნუნუს ნამცხვარი ყველაფერს ჯობია. მე უნდა გავავრცელო ეგ ჭორები? რაღა მაინდა მაინც მე, ლაშაბა, მე ხوار გავავრცელებ ჭორებს ამ ხელაქალი. შენგან არ არის გასაკვირი ეს ყველაფერი. შენგან გასაკვირი. ნუ ვიცი, პირდაპირ ახლა ესე ერთი ხელის მოსმით გავუცელო ჟოზეს ჭორები. რაღაცა ცოტა ისეთია, რა იცი რა ადამიანია. როგორი პიროვნება. იქნებ ყავს ისეთი ჭორიკანა მეზობლები უკვე ინტრიგანტ მეზობლები უვრცელებენ ჭორებს, აღარ დავემატო მე. კარგი რა ლაშა, მოჩა და გათავდა, უნდა გამოვაცხო ნამცხვარ და შენ უნდა დამეხმარო. ისეთ ნამცხვარს გავაკეთებ ლაშა, ისეთ ნამცხვარს რო აი რა ვიცი რა. რას გააკეთე? რას და ზებრას. ბოლოს ჟოზემ გააკეთა უგემრიელესი ვენეცია და ეხლა ზებრათი გინდათ კონკურენცია გაუწიოთ? ხო და მაგიტომ მინდა რომ გაარცელო ჭორები, რომ საშინელ ნამცხვარს აცხობს ცუდს და მინდა რომ ესე გააკეთო ლაშა. მთელი დღე სახში ხარ უსაქმო და არაფერს გამკეთებელი არ ხარ და მეზობელს არ გიდე რომ დაეხმარო არაფერში. მე ვარ უსაქმო. დიახ. ემზარმა სამსახური იშოვა? ლაშა, ჭიჭყიანი ბიჭი ხარ. იცი რაღაცნაირად ისე გეშმაკური მიდგომა, იცი და ტყუილსაც ისე ეშმაკურად იტყვი და ცოტა ქვეშ-ქვეშა გამოხედვაც გაგ და ამიტომ გავაკეთე. მადლობა, დიდი მადლობა, მოგეცოლა. ლაშა, მოკლედ გადავწყვიტე, ან მე, ან ჟოზე. რაღა თქმა უნდა თქვენ. აბარა, ლაშა, აბარა. შენ რო დაგჭირდეს, მე ხო დაგიდგები გვერდში შენ, აბარა. თავი არ გაუსკდა ჟოზეს. წავალ ახლა მე, გამოვაცხობ ნამცხვარს და აბა შენ იცი მოემზადე. სეთი ნამცხვარი რა გამოვაცხო ისეთი. რა გამოდის ახლა? რა გამოდის, რომ მე უნდა გაუცელო ჭორები ჟოზეს? აი რა გამოდის? რა გამოდის კი არ გამოდის. ვიცი ესე ცუდა თუ ხარ პაატა, თუ გინდა იხლავე ჩავალ და რეგიდრონს ამოგიტან. არ მინდა გიორგი რეგიდრონი, არ მინდა რეგიდრონი. მე ვიცი, მოვიფიქრე რაც უნდა გავაკეთო. რა უნდა გავაკეთო? რემონტი. რა რემონტი უნდა გავაკეთო. აი ესე დამჯდარი ვიждები აქვე მოვიდა ყველაფერს და აი ეკედან აი ეკამდე დავიწყებ ნელ-ნელა აი ეკამდე ავაშენებ კედელს. შენ გონი არ ავდგები გიორგი ვიждები და ისე. მე აქედანაც ესე ამოვაშენებ მეორე კედელს, აქედანაც ამოვაშენებ ესე კედელს, წინიდანაც ამოვაშენებ კედელს და ზევით გავუკეთებ პატარა სარკმელს. შენ ხო იცი მე სინათლის მეშინე გავუკეთებ ამ სარკმელს და ვიცხოვრებ აი ესე. გონი მე ვიცი შენ რაც გინდა. სანდრიხა რომ მარტო უნდა დამტო. გამანებეთ თავი. პატა. ვარდზე მეტი ეკლები აქვს. ლამაზებს. ვარდზე მეტი ეკლები აქვს. ლამაზებს. ვარდზე. გიორგი. გეხოცები ჩათი რეგიდრონი ამომიტ. ეხლა. Pilotsav, čuba, haltels. Pilotsav, čuba, haltels. Čuba, haltels. Tekla, rato xar კარგ ხასიათზე? რა? კარგ ხასიათზე rato ხარ თქო? მოიცა ელენე, შენ გონია რომ იმიტომ ვარ კარგ ხასიათზე რომ პაატას შეყვარებული გაუთხოვდა და ახლა მარტოა და შანსი მაქვს რომ შემიყვაროს? არა თეკლა, მაგას როგორ ვიფიქრებდი? არა, ცხენია. თეკლა კილოტაა. თეკლა
თეკლა და გეგმა გააქვს? არა, ელენე, გეგმა როგორც ესეთი არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ მე უნდა დავეხმარო, მე უნდა გამოვიყვანო მდგომარეობიდან და დავაბრუნო ძველი და მხიარული პაატა. ხო მაგარია. მაგარია თეკლა, მაგრამ აი ის გოგო როგორ უნდა გააშორო ქმარს და პაატას როგორ უნდა შეარიგო, მაგას. ხო, კარგი თეკლა. ელენე, იცი რას ვიზამ? პაატასთან შევალ და ვუთან აგრძნო. არა, თეკლა, ნუ აგრძნობინებ რომ გეცოდება, თორე უფრო ცუდად იგრძნობს თავს. მაშინ შევალ და მიულოცავ რომ შეყვარებული გაუთხოვდა. თეკლა, შენ ისეთ კარგ ხასიათზე რომ მართლა ეტყვი. აიმე, ელენე. ელენე, არა გითხრა მიყვარს ის ბიჭი, ის გოგო ვინც მოიყვანა. მიყვარს, ისე მიყვარს, რომ აღარ მაინტერესებს. მე მოვიფიქრე თეკლა, გეგმა მაქვს. ხო. ესე იგი, სანამ პაატა დეპრესიაშია, სულ მის გვერდით უნდა იტრიალო და არ უნდა მოშორდე, ხო? ძალიან კარგად უნდა მოექცე და ძალიან ლამაზად უნდა გამოიყურებოდე. მე რამოდენიმე დღე არ უნდა გამოჩდე და პაატა მიხვდება რომ ძალიან დააკლდი და უშენო ცხოვრება არ შეუძლია. ხო, გეგმას გავს. გავს, ხო, თეკლა, გავს, გეგმას გავს. ოღონდ თეკლა, რაც თავარია დაიმახსოვრე. ძალიან კარგად უნდა გამოიყურებოდე. ძალიან, ხო. იცი რა არის, კაცებს დეპრესია რომ აქვთ ხოლმე, არაფერი არ მოსწონთ. ხო, არაფერი არ მოსწონთ ხოლმე და არ უნდა მისცე პაატას მიზეზი რომ რამე ნაკლი გიპოვოს. აჰა. ელენე, იცი რას ვიზამ? დღეს საღამოს შევალ პაატასთან და ძალიან გამოვიბრანჭები, აი ულამაზესი ვიქნები. ელენე, შენ კაბას ჩავიცვა, შენი ბრილიანტის საყურებს გავიკეთებ, შენს უნამოს დავისხამ. შენ რომ ქორწილში ქონდა თმა ზუსტად ისე გავიკეთებ, აი აქ ესე. თეკლა, გინდა მე შევალ. ელენე, სალონში ხო წამომყვები? ვაიმე თეკლა, ვერ წამოყვები, მე და ლაშა მამასთან მივდივარ. შემიძლია ჩემ სტილისთან ჩაგწერო? კი, მინდა. ვაიმე ელენე, რა ჩავიცვა? თეკლა, რა უნდა ჩაიცვა და ისეთი რამე უნდა ჩაიცვა, აი პაატა კარს რომ გააღებს, რომ შოკში ჩავარდეს. აიმე, ელენე, საცვლებით ვერ შევალ პაატასთან. გამარჯობა სალონია, თმის დავარცხნაზე მინდა ჩავეწერო. ისიც როგორი ვარცხნილობა მინდა? ბიჭი რომელიც მიყვარს, იმას რომ შეყვარებული გაუთხოვდა, ახლა რომ დეპრესიაშია და შენმა დანახვამ რომ და დაარწმუნოს რომ წინა შეყვარებულზე უკეთესი გოგოებიც არსებობენ. გაქვთ ხო? ძალიან კარგი. 5 საათზე ჩამწერეთ. მადლობა ნახვამდის. ჩამწერე? ჩაგწერე, თეკლა ჩაგწერე. გამარჯობა გოგოება. ლაშა საქსია. არა, ლაშა გასულია. აუ რა ცუდია. რა ბატონო ფრიგონ რა. დღეს პრემიერა მაქვს თეატრში, ძალიან ასეთი მნიშვნელოვანი და ძალიან აღსანიშნავი როლია, ხო და ლაშასთვის მინდოდა მეჩვენებინა რომელი ინტონაცია ჯობია. დარიკავს მოგდომია. უკან დასახევი გზა გვაქვს. მარკიზო. ბატონო. ეს უნდა ვეკვეთოთ. წინ! ეს ჯობია თუ? დარიგავს მოგდომია! უკან დასახევი გზა გვაქვს. მარკიზო. ეს უნდა ვეკვეთოთ. წინ! აი ეს მინდოდა მეჩვენებინა და არ არის სახში და ვისა თქვენ ხომ არ გაჩვენოთ? არ მეზარება მე. დარიგავს მოგდომია. აშა, გაბიცებ თათიას მითხარი ხოჯობია ჟოზეს ნამცხარს მითხარი რა გთხოვ. ჩემ სიყვარულს გეფიცებით ჟოზეს ნამცხარს ჯობია. აი მე რა. ამდენი ყვილი ერთ წინადადებაში არ მithkoms არასდროს. ლაშა გაიგე? თურმე სხვენში აცხობს ნამცხარ ჟოზე. რა? ვინ გითხრა, საიდან გაიგეთ? რა
აი ყოლაშა მე მომიგონი ეგჭოთი და ადამიანის ფანტაზია ხო იცი უშრეტია. უშრეტი არის, კი უშრეტი არის. აი ფრიდონ გამარჯობა, მოდი ნამცხარი უნდა გაგასინჯო, ნახე რა ნამცხარი გამოვაცხე, მოდი. აი ბატონ ფრიდო, რა სახენდა? ფრიდონ. არ მინდოდა ამის ნახვა, დავით არსები რაღაც ცუდი დამემართება. მაშა გაასინჯე ნამცხარი, გაასინჯე. აი ხლა კი მართლა ცუდი დაგემართებათ. გასინჯე? აი ღე? ისეთი ფაფუკია. ნაზი და ჰაეროვანი რომ შეჭმა მენანება. რა ფრიდონ ძალიან ცუდად თამაშობ. აი ღე და გასინჯე ახლა, მიდი. არ გიხდები ეგ თამაში, ჭამე. მეც ეგრე თორე არ ჭრის არა. ნამცხარიო. აჯაბ სანდალი რომ ეთქვა. უფრო მომეწონებოდა. აბა გასინჯე? ნახე? გემრიელი ნამცხარია, ხო? რა ქენიეს? როგორ დამიგდე ნამცხარი, როგორ გადააგდეს გემრიელი? დამივარ და რა მოუხერხებელი ვარ. როგორი მოვიდე? წავალ ახლა მე ჩემ თავს ვეჭუბები, ფრიდონს ვეჭუბები. ოხ, ფრიდონ. რა ქნა ეს როგორ გადააგდო ძირფასი ნამცხარი? მაშა, ელენე სახშია. ვინ? ელენე. არა, ელენე არ არის სახში. ელენე არ არის სახში. ელენე არ არის სახში. ოი, აი ელენე გეხოცებ გამისინჯე ნამცხარი, როგორი გამოვაცხე, ნახე ხა ჩაგწერ შენ. ლაშა რა სახელი აქვს? გინდა ჭეშმარიტ ნამცხარზე გელაპარაკო? ნახე? გასინჯე, ნახე. არა, იყოს მე ხა ჩვენ გვეჩქარება წასასვლელები ვართ. ნუ ვიცოდოთ და გზაში მოვუყვები თუ რა გემრიელი ნამცხარია. არა, გასინჯე, ნახე. ხო მომაზია. ელენე. მოდიში დაო. ელენე. მითხარი, როგორია თქვი? კარგი ხო? მე დროზე გადაყლაპეთ, რომ დავაგვიანეთ უკვე, ჰე? თქვი ელენე. გაბატონო, ისეთი გემრიელი რო აი გადაყლაპა მენანება, ისეთი არომატია და ძალიან სუყეა. დავდებ ძალიან. აი რა კარგი ხო პაატასაც გავასინჯე პაატა. სად მიდიხართ ელენე? სად მიდივარ და მე ვეტყვი, ელენე შენ სული მოითქვი მანამდე. სად მიდივარ, ნუ ვიცოდი და მამა ჩვენის დაბადების დღეა და გვინდა რომ მიულოცოთ. უი მართლა ჩემგანაც მიულოცე. აუცილებლად გადავცემ კი. ლაშა და ტერიტორიულად? საბურთალოზე, ლაშა მე ქვემოთ დაგელოდები. მოიცა. ლაშა. საბურთალოზე მიდიხარ? გეხოცები ჩემი ემზარიც მიდის იქითკენ და გზად ჩამოხდება თავის მეგობართან მიდის მოსკოვის პროსპექტზე. ხო არ არის პრობლემა? პრობლემა არა მე, ლაშა. არა რა პრობლემაა. რა ხდება? გამარჯობა დედა. აი მე თეკლა გამისინჯე ეს ნამცხარი ჟოზე მინდა ჩავძირო. ნახე, გასინჯე. თეკლა. ლაშა რა მის თქვა გინდა? თეკლა. როგორია თეკლა მითხარი? ბოლომდე შეჭამე თეკლა. ნახე ბოლომდე ხო გიბრიელია. დიეტაზე ვარ და შენ კაცშიც გინდა დიეტა? აი 5-10 წუთის მერე არ ვჭამ. კი 5-10 წუთი გახდება თუ არა ეგრევე არაო არ ვჭამ არაფერსო. კარგი, მაშინ ბავშვი უნახე და ბავშვი. არა! აი მე რატო? ბავშვი არ არის სახში. არა, მოვა მე რეაჭამე რა. არ მოვა, არა, მამამისმა წაიყვანა 2 კვირა აღარ მოვა სახში. ხო, მე ჩქარება მე წავალ, ხო, ნუ კარგი, მაშინ პაატას ვაჭრე. პაატას. იყო და არა, თავარია ბავშვი გადაჭრა. კარგი, აბა კარგი, ბავშვი ხო პაატა. გადი, ეხლა გადი. პაატა. ურიცხვი მტერი მოადგა ვატერლოს. მხოლოდ სასწაული თუ გვიხსნის. და ისიც ჰერცოგი უილტონი უელსიდან გვიახლოვდება. როგორ არის საქმე მარკიზ? ბრძოლის ხმა ისმის ჰერცოგ. ბრძოლის ხმა კი რა შეიმუცელი ბუყბუყებს. რიდო ისე ბაგავიწყდა ტექსტი. სუდად რაღაც ვჭამე. ეგ როგორ? 2 დღე არაფერი გვიჭამია. ეგ შენ არ გიჭამია მე ნუნუ დედოფალმა საწამლავი მაჭამა. ბრძოლის ხმა ისმის, რომ ჰერცოგო გვირჩიეთ რამე.
ერიკარს მოგუდგომია უკან დასახევი გზა ვაი დები ჭირადრიადრე მასწავლებელს დები გაიგონეთ მეომარნო რა თქვა თავად არტურ უელსელი გაგვიძლება ბრძოლის ველზე გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება ვეყვეთოთ მტერს ცოტა ხანი მოიცა ცოტა რა იყო გინდა რომ ვეკვეთოთ უნდა ვეკვეთოთ რა გავიქცეთ უნდა ვეკვეთოთ ჯობია გავიქცეთ ვეკვეთოთ შენ ეკვეთე მე გავიქცევი ეკვეთე წინვალე აზრია ხომ გაიგონეთ რა თქვა არტურ უელსელმა მტერს ვეკვეთოთო ხო და ვეკვეთოთ მტერს არტურ უელსელი დაბრუნდა აქეთ კარი დაკეტილი ყოფილა მიდი შენ ეკვეთე მე დაგეწევი ჯერ უკვდები ნურა მაგრამ ნურა შუაშია ჩვენი ბრალი არ უნდა გვეჭამა ის ნამცხვარი არა ლაშა რა მოხდა რა მოხდა და პატრულმა გაგვაჩერა აგერ აი მე ძალიან ცუდად ვარ სასტრაფოს გავეჩერებინეთ ჯობდან მაგრამ ეს არის აი ნე გამარჯობა ლეიტენანტი არაია ბატონო თქვენ დაარღვიეთ გადავყვეთეთ ღერძულა ხაზი გავიარეთ წითელზე და ყვითელზე გადამეტებული სიჩქარით ახლა გაგვიშვით რა ბატონ გადაგვეთეთ გეტყვით ახლა ეთყობა ნამცხვარმა გადაკვეთა კუჭის ღერძულა ხაზი ხო და მეც მაგდროს ამეკრა ხელი საჭეზე ხო და ამ ღერძულა ხაზე წავიდეთ ხო ერთი წუთი ხალბატონო რა ბატონო ლაშა თქვენ ძალიან სწრაფად გადაიარეთ ეს თქვენი მონაკვეთი აი მე ლაშა ხო გითხარი ჩქარა იარეთ ხო არა ნასვამი ხარ ნასვამი არა ნაჭამი ვარ ნაჭამი აი რა ნაჭამი ხარ თქვენ მე თქვენ დაგაჯარინებთ გასიზართ დაგაჯარინებთ დიდი ხანი უნდა მაგას 10-15 წუთი განეცვალე 10-15 აი და რო არ დაგიმორჩილო და გავიქცე გაიქცე გადაგიყვანთ განყოფილებაში განაცვალე და განყოფილება შორს არის 10-15 წუთი უნდა აქედან დაახლოებით ეს უკაცრავად ლეიტენანტო არღანია ხო მარღანია ხო ლეიტენანტო მარღანია იცით რა ხა კი მერიდება მაგრამ უნდა გითხრათ რა ჩვენ ვართ ირაკლი ჩხეიძის ახლობლები ევინა ირაკლი თქვენი თანამშრომელია შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს მაღალ თანამდებობაზე არიცით გამახსენდა ირაკლი ჩხეიძე ხო გამახსენდა ერთი კვირის წინ გადაიყვანეს თავდაცვის სამინისტროში ეს ადამი მაგინ მის ადგილას ვინ დანიშნეს მაჭარაშვილი კი მაჭარაშვილი ვინ მაჭარა მაჭარა ძმარი კაცო მაჭარა ლაშა წავიდეთ ხო ბატონო ლაშა დაწნადო თუ შეიძლებათ თავი შეიკავეთ რო იცოდე როგორ ვიკავებ უნდა შეიკავეთ მომეცალე უნდა შეიკავეთ აი გრე ჩემი ბრალი ჩემი ბრალია ულამაზესი რო გათხოვდა აი მე ხელი აი ეგრე უნდა დავიტანჯო აი ეგრე უნდა მეაქტიურა უფრო და აღარ დავიტანჯებოდი აი ეგრე აი თქვენ რატო არ მითხარით წარბებო რო უფრო მეაქტიურა აი დაიტანჯეთ აი ეგრე დავიტანჯები არ მინდა არაფერი არც ეს პლატინა არ მინდა მუხში და არაფერი ამოვიძრი ამ პლატინასაც ამოვიცლე და ვივლი ესე გამოღრუტული მუხლით აი ეგრე ამას ნახე ეთყობა ძალიან გაბრაზებულია როგორ მიჭეს ნახე გადმოდი აქეთ გადმოდი აქეთ არ მინდა არაფერი
პაატა რა გჭირს ესე ცუდად ხარ? უარესად თეკლა უარესად უნდა დავიტანჯომე უნდა ვწვალობდე აი ეგრე რა გჭირს თეკლა რა არის კარები შეგეშალა თუ საუკუნე ჰა რა დაუბრუნდი რა რა გამოპრანჭული პაატა სულ ესე არ ვარ ხოლმე პაატა შენ სანახავად მოვედი მარტო ხო რა იყო რა ვიცი თეკლა მე მეგონა მე ეტლე დაცვა და 1-2 ჯენტმენი მოყვებოდა უკან ვიცი რა ჯენტმენი პაატა თეკლა რა ლამაზი კაბაგაცია ჰა თეკლა მადლობა ხო ძალიან ლამაზია ფეხსაცმელებიც რა ლამაზია მოხდენილი ხო ყელსაბამით საყურეების თვების რა კარგად გაქვს თეკლა დიდი მადლობა აი ახლა წარმოვიდგინე რომ ჩემი დურბინდას რომ სმოდა ეს ყველაფერი და ესე რომ შემოსულიყო რა კარგი იქნებოდა მადლობა დურბინდასგან პაატა რა გჭირს შენ ესე ნერვიულობ ძალიან თეკლა იცი როგორ მენატრება მიჩვეული ვიყავ ესე ფანჯრიდან გავხედავდი ხოლმე ყოველდღე დურბინით უყურებდი მაგრამ ეხლა ვიყურები და აღარ ჩანს ეს ჩიტები კი მოდიან მაგრამ აღარ ჭიჭიკებენ ერთხელ იტყვენ ჭიქ და მიფრინავენ პაატა დამშვიდი შენ ყველაფერი კარგად იქნება ნუ ნერვიულობ მე ვიცი ეხლა შენ რატოც მოხვედი აქ ჩემთან იმიტომ რომ შენ იცი რომ მე ეხლა ცუდ ხასიათზე ვარ ხო და გინდა რომ კარგ ხასიათზე დამაყენო ხო თეკლა ხო აი შე მაიმუნა ისე ხო ხანდახან ისე ესე მგონია ხოლმე რომ მე პრანჭები რასულელი ვარ თეკლა ისა პაატა რატომ მგონია რომ გეპრანჭები ვაიმე რა იყო თქო პაატა მე მგონი ძალიან ცუდად ვარ მე მკითხე ეხლა მე როგორ ცუდად ვარ იცი რა ცუდად ვარ თეკლა გული სულ გაყინული მაქვს შიგნიდან გაყინული აბა ლოლუები კიდია ესე ბევრი ლოლუები და ეს კიბორჩხალებიც მოდიან ხოლმე და თავისი სკაპუნებით ამ ლოლუებზე უკრავენ ესე მელოდიებს უკრავენ ჩკაპ ესე უკრავენ ეს რიტმში იცინიან ხოლმე აი ესე იცინიან დამცინიან ეს კიბორჩხალები აბა ხო და მე იცი რა მჭირს პაატა მე აი ეს ტკივილი ხან ეს ქვემოდან ზემოთ მიდის ხან ზემოდან ქვემოთ მიდის და რა ვიცი ხვლიკები არიან ეგენი ხვლიკება იციან ეგრე ხვლიკები თან როგორი სწრაფები არიან ხო იცი ესე ჩაირბენენ ჩაიცინებენ აირბენენ აიცინებენ თან ხო იცი როგორი იციან ხით რა ესე სწრაფად ხვლიკები ხო იცი მაინც კი მაშინ ხვლიკები იქნებიან კი ხვლიკები არიან ეგენი ბატონო ისა რაღაც უნდა გითხრა ვაიმე პაატა ერთი წუთით მაკიაჟ შევისწორებ და მოვალ თუ არ მაქვს შესასწორებელი თუ კი არა ნუ იყოს მოვითმენ გავუძლებ თეკლა რას მეუბნებოდი რაო ისა პაატა ნუ ნერვიულობ მე რა რომ ის გოგო გათხოვდა შენ უნდა მოინდომო თვალები გაახილო იქნებ ვინმე უფრო კარგი გოგოა შენთან ახლოს და შენ ვერ ხედავ ვაიმე პაატა ერთი წუთით გავალდა ეხლა აჰა გავახილე თვალები მერე არავინ არ არის აღარ შენ აღარ ხარ თეკლა და ესე თურმე თეკლას მეგონა ველაპარაკებოდი და თურმე სულელი არ ვარ აბა ილუზიას უჩეჩავდი თმებს აბა სულელი არ ვარ ეხლა მე ვაიმე მუცელი ვაიმე მუცელი მაგრამ ძალიან კარგი უნდა დავიტანჯომე უნდა ვიწვალო აი ესე უნდა ვიწამო აი ესე ღირსი ვარ უნდა ვწვალობდე ვაიმე მუცელი მომიტანეთ კიდე ნუნუს ნამსხვარი და მაჭამეთ ღირსი ვარ ნამსხვარი მომიტანე ნუნუ და მაწამე მომიტანე ჭამეთ კიბორჩხალებო და მე შემჭამეთ მიდი
ჩემი ნამცხვარი. ცოტა ძალიან. ხო, კარგი არა უშავს. იცი რა მომენტი რა ნამცხვარი სახში უნდა წავიღო. ეგ არა ჩემი არა კაცო ჟოზესი მომენტი ერთ მაშორიქიდან ამის დანახვაც არ მინდა. გასაგებია, ანუ თქვენი ნამცხვარი აღარ გავყიდო. ვაიმე თათია უნდა გაყიდო, მაგრამ რა არის იცი? ორსულებს, ბავშვებს, ახლობლებს მაინც ნუ მიყიდი რა იცი. ბავშვებს, მომეცი ჟოზეს. აი ჟოზე. ხო, მომეცი. წავიდე ბავშვებში შევჭამ. გამარჯობა დედა. გამარჯობა. ნამცხვარი გინდა ნიკა? კი. კაი. თათია დედა ორი ჟოზეო. ორი ჟოზე გამოგატანე. ეხა იქით. ლაშობიძიას ბლოკნოტი. სად დაუგდია? ნიკა, აი შენ ეს მოჭე. მარახე. შენ საიდან ეს ბლოკნოტი? აქ იყო. უი, საწყალი არა და მთელი დღე ეძებდა ჟოზე ამას. ჟოზე? ხო, ჟოზეს ბლოკნოტია დაკარგა. ჟოზე, ლაშობიძია. ეს პუტკუნა ჟოზე ნახე?